გამარჯობა. კიდევ ერთი unboxing-ით მოვედი. მინდა რომ თქვენთან ერთად გავხსნა და ერთად შევაფასოთ მათი ხარისხით და მოდელებით. 2015 წელს დაარსდა მანჩესტერში ადანოა და 2018 წლიდან დაახლოებით მომწონს და ვფიქრობ ვიყიდო თუ არ ვიყიდო და მოკლედ დადგა ეს დღეს რამდენი წლის მერე. ჩემ არავის არ ქონია და წარმოიდგენა არ მაქვს რა იქნება და ერთად გავხსნათ და ვნახოთ ღირდა თუ არა ამდენი წლის ლოდინად. პირველი გვაქვს ესეთი ხუდი, რომელსაც აწერია ბრენდის ლოგო, ოღონდ ორი ვარიანტი იყო, ან ადანოა ეწერა მთლიანი სახელწოდება, ან მხოლოდ ada და მე ავარჩია ამ შემთხვევაში ada, სხვათა შორის ზომებში იყო ძალიან პატარა არჩევანი, იმიტომ რომ ამოყიდული იყო ყველაფერი, ამიტომ რაღაც კონკრეტულ მოდელებზე რომ მქონდა თვალი დადგმული, ვერ შევიძინე სამწუხაროდ. ზომა შევარჩიე small-ი, ზედაც და ქვედაც. ესე გამოიყურება. სხვათა შორის ხარისხი ძალიან მომწონს. აუცილებლად მოვირგებ ვიდეოს ბოლოს და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ესეც შარვალი, ზომა არის ძალიან კარგი. სადაც ვუყურებ ზუსტად ჩემი ზომა არის და small-ი გამოვწერე ორივე, როგორც უკვე აღნიშნე. და ასევე გამოვწერე მაისურიც. ოღონდ მაისური medium-ი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ცოტა oversize ყოფილიყო. ძალიან მინდოდა ერთი კონკრეტული ჩანთა, რომელიც გაყიდული იყო უკვე და ვაუ! ძალიან კარგი ხარისხია. ამ მაისურის ხარისხს 10-დანაც დავუწერ, აი ძალიან სასიამოვნო არის. ხუდი და შარვალიც საკმაოდ კარგი ხარისხია, მაგრამ მაისურზე გავგიჟდი და გადავიდე. მართლა ისეთი კარგი ნაჭერია, პლუს ამას არის იდეალური, მე რომ მოყვარს ისეთი თეთრი, ოდნავ დაკრავს სიყვითლე, ანუ სიყვითლისკენ მიდის, რაც ძალიან უხდება ჩემი აზრით ამ მწვანე ფერის ლოგოს და ამ შემთხვევაში ლოგო არის სულად დატანილი მაისურზე, განსხვავებით ხუდისგან და შარვალისგან. ძალიან მომწონს. ეხლა რა თქმა უნდა ჩავიწმევ ყველაფერს და გაჩვენებთ. ესე გამოიყურება მაისური და შარვალი ერთად და ძალიან მომწონს. მაისური ზუსტად ისე დგას, როგორც მე მინდოდა და კარგი არის რომ medium-ი გამოვწერე, თუმცა ვფიქრობ რომ შარვალი მაქვს ოდნავ გრძელი, კარგად აქ არ ჩანს, მაგრამ ფეხსაცმელზე გაჩვენებთ სურათებს მოგვიანებით. ძალიან მომწონს. ფერი არის იდეალური, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერია, ამიტომ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. ძალიან მომწონს როგორ დგას. ესეთა და ეხლა გადავიცოთ ხუდიც და ნახოთ.